სადღესასწაულო, საკონცერტო შემოქმედების არს და გამრიგე მთავარი ქადაგებელი ზაზა ალექსიძე და ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობებს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ. ქართულ ენაში წვიმას აქვს 19 სახელი, თოვლს აქვს 39 სახელი. 18 წვიმა და 39 თოვლიც მოვიდა, ამინდიც გაფუჭდა, ყინავს, მაგრამ თავარია გაზაფხული კალენდარულად მოვიდა და ჩვენს ძვირფას დედებს მიულოცეთ დედის დღე. გილოცავთ ჩვენ ძვირფასო დედიკოებო, ასეთი ლამაზები ყოფილიყავით, შემოქმედებითი, ენერგიული და გამდიდრდით, რაც მთავარია. სამყაროს პირველ საუკეთესო ნახევარს ძვირფას ქალბატონებს ჩვენი ვაშა ტაში და მოლოცვა.
აღსანიშნავი მუსიკოსის, კომპოზიტორის, მომღერლის და პედაგოგის წინაშე, რომელსაც ქვია ეკა მერამიშვილი და სტუდია ბემბი. ბავშვი, მოდო უკან დაიხიეთ ჯერ, უკან დაიხიეთ. ეკა დღეს თეატრ მუზეუმში გაიმართა ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც სტუდია ბემბის და სხვა საბავშვო სტუდიების პატარებმა მიიღეს მონაწილეობა. ძალიან მხიარული და სასიამოვნო საღამო შედგა. მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო აქვე ვისარგებლებს შემთხვევით და დედის დღეც და ქალთა საერთაშორისო დღეც. მინდა ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი დედა და ბედნიერი ქალი და ყველაზე მთავარი მინდა ვუსურვო ჩვენს პატარებს და უფროსებს, ყველა ქალბატონს და საერთოდ სამყაროს მშვიდობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. გილოცავთ ქალბატონებო, ბედნიერები, ჯანმრთელები, დღეგრძელები და თქვენი შვილებით ამაყები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება. დღეს იყო კიდევ ერთი საუკეთესო ფესტივალი რომართან დაკავშირებით, ქალთა დღესთან დაკავშირებით. აქვე მოგილოცავთ 8 მარტს, 3 მარტს. მინდა რომ მთლიან საქართველოს და ყველა იყოს ბედნიერი დედა, ბედნიერი ქალთა დღეები გქონდეს უამრავი, მხოლოდ დღეს არ უნდა იყოს ჩვენი დღე 8 მარტი არა. მინდა რომ მუდამ იყავით ბედნიერი ქალბატონები, ბედნიერი დედები და რაც მთავარია, გეცხოვროთ მშვიდობიან საქართველოში. მოგილოცავთ ყველას დედის დღეს, ასევე 8 მარტს ქალბატონებს, ბედნიერება, ჯანმრთელობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი კონცერტის ორგანიზატორებს, იყო ძალიან კარგი ფესტივალი, ძალიან ლამაზი დღე ვაჩუქეთ პატარებს და ალბათ დედიკოებსაც, იმიტომ რომ მათი პატარების წარმატება მთავარი სიხარულია დედიკოებისთვის. მიხარია რომ დღევანდელი ფესტივალი ქალთა დღეს მიეძღვნა და მომეცა საშუალება რომ ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღე. ჩემთვის ასეთი ფესტივალები არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარია რომ ამ ფესტივალების მონაწილე ვარ. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ტელეკომპანია ვარსკვლავებს და დღევანდელი დღის ორგანიზატორს ბატონ თამას ქაჯაიას. წარმატებები ყველას. დღეს 7 მარტია მეოთხე აღიზება ჩავატარეთ მუზაში. ხალავს სიცოცხლე. ამ სიტყვებში ბევრი აზრია. ხალიანი დედაზი, დედამიწა, დედამშობები, ყველაფერი აქ ხალხის აღსოვიდა. ამ ლამას ქალბატონებს, საქართველოს დედას, ყველას ჩვენ უნდა მოვეთეროთ და ზეგმები უნდა ავუგოთ, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი სისხლი, ხორცი, ყველაფერი და ჩვენი გენეტიკა გრძელდება ქართული ხალის მეშვეობით და ეს არის მშობელი შვილების და მე მინდა რომ საქართველოში მრავალი შვილები ყავდეს, ესეთი ლამაზი ბავშვები, როგორც ეს იყვნენ. არაჩვეულებრივი უბიები იყვნენ, სამოსული ზესაფონიდან, გორიდან, 3 ანსამბლი იყო, ასპი, ლაქია, წალკიდან, თბილისის სხვადასხვა უბიები. აფხაზეთს ჰქონდა საუბარი, განსაკუთრებულად შეასრულეს და ძალიან დიდი შეფასებები მიიღეს ჯურის წევრებისგან და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებმა, მშობლებს, დედებს. მრავალი სიმღერა შესრულდა დედაზე
და ვარ ბედნიერი რომ დღევანდელი დღე ასე მამაზე ჩატარდა და მადლობა ტელეკომპანია ვარსკვლავებს რომელიც მოწოდების სიმაღლეზეა ყოველთვის